ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში შრომის ანაზღაურების მუხლი აგერ გახაზული მაქვს. ჯამში არის 25 მილიონი ლარი. ამას საქონელი და მომსახურების მუხლს თუ დაუმატებთ, დაახლოებით 40 მილიონ ლარს ხარჯავთ ამ ბიუროკრატიაზე. სიმართლე, ასე შეფასა ფაქტმეტრმა ლევან ხაბეიშვილის ეს განცხადება. პირველ რიგში განმარტავთ, რომ ბიუროკრატიული, ანუ ადმინისტრაციული ხარჯი ორ მუხლს აერთიანებს: შრომის ანაზღაურება და საქონელი და მომსახურება. თავის მხრივ საქონელი და მომსახურება ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულებით, ანუ შტატგარეშე დასაქმებულთა ხელფასებს, სამივლინებო, ოფისის, კვების, სამედიცინო, რბილი ინვენტარის შეძენის, ტრანსპორტისა და ტექნიკის მოვლა პატრონობის ხარჯებს. განცხადების ავტორი სწორედ ამ ორი მუხლის ფარგლებში გაწეულ ხარჯზე საუბრობს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი სულ 43 მილიონ 400.000 ლარია. მთლიანი გადასახადებიდან 5 მილიონ 900.000 დაიხარჯება შრომის ანაზღაურებაზე, ხოლო 4 მილიონ 800.000 საქონელსა და მომსახურებაზე. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 33 მილიონ 600.000 ლარი იქნება. აქ შრომის ანაზღაურებისთვის გამოყოფილია 9 მილიონ 138.000 ლარი, ხოლო ოდნავ მეტი 9 მილიონ 442.000 ლარი დაიხარჯება საქონელი და მომსახურების მიმართულებით. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, მისი ხარჯვითი ნაწილი საპროგნოზო მაჩვენებელი არის 18 მილიონ 434.000 ლარი. შრომის ანაზღაურებაზე აქ 10 მილიონ 700.000 ლარი დაიხარჯება, ხოლო საქონელი და მომსახურება დაგეგმილია 4 მილიონ 412.000 ლარი. აქ ნახავთ სამივე ამ მონაცემის სხრილს, რომელიც აჩვენებს, რომ 2025 წლის ადმინისტრაციული ხარჯების საპროგნოზო მაჩვენებელი გურიაში ჯამში მართლაც 44 მილიონ 429.600 ლარი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე ნაკლები 17.000 ადამიანი ჩოხატაურში ცხოვრობს. ბიუჯეტის მიხედვით კი მთლიანი ასიგნებებიდან ყველაზე მეტი წილი შრომის ანაზღაურებაზე სწორედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტზე მოდის. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.